ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების სივრცე დღეს ისევ სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს გაეთმოთ. ამჯერად გურიანთის მერიისა და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტეგრირებული ნამუშევრები ისტორიასა და გეოგრაფიაში წარმოადგინეს. პროექტი ქართველი მეწარმეების დროსა და სივრცეში აღქმას და მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ხაზგასმას, როგორც ისტორიული, ასევე გეოგრაფიული კუთხით ითვალისწინებდა. მეცხრე კლასელებმა თავიანთი პრეზენტაციებით და მომზადებული ვიდეო ინტერვიუებით საქართველოში ცნობილ ბიზნესმენებსა და მეცენატეებზე, ზუბალაშვილებზე, სარაჯიშვილზე, არამიანძზე, ასევე ოზურგეთში მოქმედდა ცნობილ საწარმოებზე, გრინგოლდზე, სანდომსა და ანასეულზე მოგვითხრეს, რომელთაც საერთო ჯამში ქველმოქმედება აერთიანებთ. ხსენებულ სკოლებში საერთო პროექტისა და პრეზენტაციების განხორციელების ინიციატორი და იდეის ავტორი, ნომერ მეორე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ნატალია რამიშვილი, გურიანთის საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი ფიქრია კვაჭანტირაძესთან ერთად გახდათ. პროექტს კონკურსის სახე ჰქონდა, რომელსაც სპეციალურად მოწვეული სტუმრები აფასებდა. პროექტში მონაწილე მოსწავლეები და პედაგოგები დიპლომები დაჯილდოვდნენ. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ პროექტში მონაწილეობით და ასევე ჩვენი მიზანი, რაც იყო რომ საზოგადოებისთვის გაგვესნოთ რომ ამხელა გეოგრაფიული წვლილი მიუძღო და მეწარმეობის განვითარებას საქართველოში ძალიან კარგად შევასრულეთ. მოგეხსენებათ რომ მეწარმეობას საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი და გეოგრაფიული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი სავაჭრო გზებს ხსნის და ასევე ქვეყნებს აკავშირებს ერთმანეთთან. ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში ყოფილან ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი და გარდამტეხი სიტყვები თქვეს საქართველოს ისტორიაში და ჩვენი როგორც მომავალი თავის ვალდებულება არის, რომ ეს სიტყვები კარგად დავიმახსოვროთ და კიდევ მრავალჯერ გავიმეოროთ, რამდენჯერაც ამის საშუალება გვექნება. ამას ვახერხებთ და ამას ვაკეთებთ ამ პროექტის დღესდღეობით. ჩვენი დღევანდელი პროექტი არის ქართველ მეწარმეებზე, თემა არის ქართველი მეწარმეები დროისა და სივრცის ჭრილში. ეს არის ინტერდისციპლინური მიდგომით, ისტორია, გეოგრაფია. ბავშვებმა მოამზადეს პრეზენტაციები საკმაოდ ცნობილ მეწარმეებზე, ეს არის დავით სარაჯიშვილი, მიხეილ არამიანცი და ზუბალაშვილები. გავკადნიერდით და ცნობილი მეწარმეების და მეცენატების გვერდით დავაყენეთ ჩვენი წარმოშობით ოზურგეთლები საკმაოდ საინტერესო პიროვნებები. ეს არის გრინგოლდი, ნიკანი სიორიძის, ანასეულის ოტკა, გენო ხუჭუას და სანდომი. მეწარმეებმა ძალიან დიდი სიკეთე გააკეთეს, იმიტომ რომ მეწარმეებმა საქართველოს ცნობადობაც გაზარდეს და მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მეწარმეების საქმიანობა ქვეყნის წინსვლასა და ეკონომიკის აღორძინებას უწყობდა ხელს. დღევანდელ გამართულ ღონისძიებაზე ჩემმა სკოლებმა და ჩემმა ბავშვებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ქართველ მეწარმეებზე, ოღონდ გეოგრაფიული კურსით, მათ მარშრუტებზე, კლიმატურ სარტყლებზე, თუ რა გავლენას ახდენდა კლიმატური სარტყლები მეწარმეების საქმიანობის ჩამოყალიბებაში და ასევე ძალიან მადლობელი ვარ ქალბატონი ნატალიას. ეს იყო თავისი დაგეგმილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა შემოგთავაზა და ძალიან საინტერესოდ წარიმართა ეს პროცესი.